ულამაზესია გვირილების მოედანი, სოფელი ცემი და ეს არის სასტუმრო განთიათი. ძალიან მაგარი ადგილია. ტყეში გინდა გაიქეცი და ტყეში გადაიკარგე, გინდა გვირილების მინდვრებში გადაიკარგე და ის უსაყვარლესი რამოდენიმე გვირილა დაუკრიბე, მაინც ძუნებას ვერ ვუძლებ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეგეთი, თან მე ძალიან მიყვარს გვირილა, განსაკუთრებით ჩაი და ნახეთ რამდენი გვირილაა და რა დაუკრიფე, ეს პატაწუნები, შიგნით პატარა მწერები ცხოვრობდნენ და გამექცნენ. და რა მინდა ვთქვა, იცით, არ ვიცი დაფიქრებულ ვარ ხარ თუ არა, როდესაც ხართ გვირილების მინდორში, შორიდან თითქოს ძალიან ლამაზი და რამე ისეთი სილამაზე არ აქვს, იმიტომ თითქოს და თეთრი კონტურები არის, მოჩანს, მე რაგეთი ფილოსოფია მაქვს, რომ ხატავენ რაღაცა, უბრალოდ შტრიხებს გაუკეთებენ თერს, მაგრამ ახლოს რომ მოდიხარ და ხედავ, აი ამ უბრალო ნაზ მცენარეს, ეს არის ეგეთ შეუცრება, თან რამდენ რაღაცას იტევს. თავისი სილამაზენო ეს ხო უნდა დააფასო, უნდა დაინახო და მეორე კიდე უბრალოდ ესეთი ნაზი ფოთლები და პლუს კიდე რა დიდი სამედიცინო ბენეფიტები, ანუ სარგებლები გააჩნიათ და ყველაზე მეტად რა მომწონს, რომ სილამაზე ბუნება ერთმანეთთან რომ თანაცხოვრობს და ვარდისფერი, ყვითელი, თეთრი კვირილები, სხვა ყვავილები ზოგჯერ ცისფერი შეკითზე იპოვალაგალაკ და ესეთი ულამაზესი ტყე, ძალიან ლამაზი ბუნება გვაქვს საქართველოში, ულამაზესი ბუნება, მაგრამ სამწუხაროდ მას ბევრი ვერ აფასებს და მინდა რომ დაფასდეს და სწორი მართვა მისცეს იმ ბუნებრივ რესურსებს, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, რომელიც ზოგიერთი ქვეყანა ნატრობს. ძალიან მარტივ რაღაცას ვსაუბრობ, მაგრამ მეორე ის არის, რომ თუნდაც ამ მინდორში ყვავილები ერთად თანაცხოვრობენ, ბუნება, ჰარმონია და პლუს სხვადასხვა მწერები, პეპლები, აი არ ვიცი, ერთადერთი რაც შეიძლება ავიღოთ მაგათი ბუნებისგან, რომ ეს მშვიდობიანი ჰარმონიული თანაცხოვრება, სადაც ყველა მიცის საკუთარი შინაარსი, რა როლს ასრულებს ბუნებაში და თანაცხოვრების დონეზე ერთად ურთიერთობა. ხო, ეს მინდოდა მეთქვა. Morning, beautiful. It's a camel.